პირველად სიცოცხლე შევქმენი ვიტირე, აღარა ვარ უკვე ემბრიოლოგიაშიც კი, ან ვარ სრულად მენეჯმენტში და ვარ პაციენტთან. არც ერთ სიახლეზე ვარს არ ვამბობ, იმიტომ რომ ის ძვირია. მე ვთვლი რომ ის რომ ძვირია, ის მოგიტანთ გაცილებით უფრო მეტ შემოსავალს. საუკეთესო შედეგი არის ახალი სიცოცხლე, თუმცა ბევრი სფერო სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაქრება ცოტა ხანში. ძალიან მინდა რომ რობოტიც მქონდეს ცოტა ხანში ემბრიოლოგიაში და მთლად ადამიანის ხასიათზე არ ვიყო დამოკიდებული. შესაბამისად, აბსოლუტურად იმ ადამიანებს, ვისაც არასდროს ბუნებრივი გზით შვილი არ ეყოლებოდა, დღეს მათ შვილი ყავთ. დღეს ისრაელში შექმნილია ხელოვნური სპერმატოზოიდი. მოგესალმებით პირველი სამედიცინო პოდკასტიდან ტრადიციულად. მე და დათო წარუძღვებით, რა თქმა უნდა. მოგესალმებით. კიდევ ერთ პოდკასტს და დღეს როგორც ხედავთ, ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ქალბატონი ნინო მუსერიძე. ემბრიოლოგი და პათომორფოლოგი. ხო სწორად ვამბობ. სხვა შორის ჩემთვის ძალიან უცხო ტერმინია პათომორფოლოგია, რაც უნდა უცნაური იყოს. მე ხო შეიძლება რომ ბიზნესის ნაწილიც დავამატო, ბიზნეს უმენი და თანამედროვე ტერმინია ენტერპრენიორი ეს. სხვა შორის არც ერთი არ ვიქნებოდი პათომორფოლოგი რო არ ყოფილიყო, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ სწორედ პათომორფოლოგია მომცა იმის ცოდნის უნარი, რომ ყველა პათოლოგია, არა მარტო გინეკოლოგიას და რეპროდუქტოლოგიას შევეხებოდი, არამედ აბსოლუტურად ყველა გენეტიკური პათოლოგიის ჩათვლით მექანიზმის დონეზე ვიცი. შესაბამისად, რო ამბობენ ხოლმე, რომ პათოლოგანატომებმა ყველაფერი იციან ყოველთვისო და გვიანო, მე გამოვიყენე ეს სფერო იმაში, რომ ყველაფერი ადრე მცოდნოდა და სიცოცხლის შეხებასაც შევხებოდი დღევანდელ დღეს. აი, სმარტ ადამიანები ნამდვილად კარგი, სფერო, რომელიც არის პათოლოგიური ანატომია, ეს არის ის, რასაც ვსწავლობთ მეორე კურსზე და ყველა ვამბობთ, რომ ეს არ გვჭირდება. მე ვისწავლით და შესაბამისად ეს გვჭირდება, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს სწორედ ის ექიმები, კლინიცისტები და ჩვენი ცოდნის სფერო, იმით განსხვავდება უცხოური ცოდნის სფეროსგან, რომ მათ ძალიან კარგად იციან მექანიზმი ყველა დაავადების. და არ სჭირდებათ ის რომ გვასწავლონ ეს ყველაფერი, მათ იციან მექანიზმის დონეზე თუ იცით თქვენ რასთან გაქვთ საქმე და რომელ კლინიკურ შემთხვევასთან თქვენ საუკეთესო ექიმი იქნებით. და მე ძალიან გამიმართლა რომ სწორედ ამ სფეროში მოვხვდი და მე მოვხვდი უკვე კლინიკებში და რა ვიცი, მე ძალიან მადლობელი ვარ იმ სფეროსი, რომელიდანაც დავიწყე. ჩვენც მადლობელი ვართ, რომ გვეწვიეთ საინტერესოდ დავიწყეთ უკვე პოდკასტი და პირველ ტრადიციულ კითხვას ვსვამთ ხოლმე. მე და დათოს ძალიან გვაინტერესებს, მოკლედ ვაგროვებთ სტატისტიკას. საიდან მოხვდით მედიცინაში? იყო ეს ოჯახის პროფესიის არჩევის გზა რა იყო? ძალიან კარგი შეკითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ პატარა რო ვიყავ, ვაში ვამბობდი, რომ ექიმი უნდა გავხდე მეთქი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი სურვილი, იყო მშობლების სურვილი. ნამდვილად, მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ მათ დამაძალეს, რომ ყოფილიყავი ექიმი. ისინი არიან ექიმები თუ არა? არ არის. უბრალოდ დედას ძალიან უნდოდა ექიმობა და მაშინ არ იყო მოდაში ეს ძალიან. იყო ქიმიური ფაკულტეტი ძალიან მოდაში და უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული ქიმიური ფაკულტეტით. ბიძები მყავს ყველა მეღვინები იმათაც ეს შესაბამისად ქიმიური ფაკულტეტი ქონდათ იმათაც დამთავრებული ძალიან ბევრთან სოფლის მეურნეობა და შესაბამისად რადგან დედამ თავისი ოცნება ვერ განახორციელა, ყოველთვის გვინდა ხოლმე, ხო? ეს შვილებში ჩავდოთ და აუცილებლად უნდა წახვიდე და გახდე ექიმის თემა იყო. მინდა გითხრათ, მე ძალიან მინდოდა უფრო პიარი, ჟურნალისტიკა, დიზაინი, მინდა გითხრათ. მანდაც ძალიან წარმატებული იქნებოდით, დარწმუნებული. ეს რაც მე მინდოდა დღევანდელ დღეს და თავიდან ახლა რო გითხრათ, კარგად ვსწავლობდი, შესაბამისად ახლა სამედიცინოც კარგად ვსწავლობდი. რო გითხრათ, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო, მაშინ როცა ვსწავლობდი, ნამდვილად არ იყო, მაგრამ როცა დავამთავრე და სწორედ პათოლოგანატომიაში მოვხვდი მიკროსკოპთან, მე დღეს ვთვლი, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე და საერთოდ 17 წლის ასაკში ალბათ არავინ არ იცის რა უნდა. და ახლა დღევანდელ დღეს მაგალითად ამ წუთში ბიზნეს სკოლაში დავდივარ და ჰოსპიტალის მართვის მენეჯმენტს და ასე შემდეგ იმას ვსწავლობ. ასევე სომელიეზეც ვიყავი, ისიც გავიარე კურსები. ბევრი რამ, რაც დაუშვათ მაინტერესებდა ცხოვრებაში, შეიძლება ეს
ჩემი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე არ ვიცი, ყველაფერი რო მაინტერესებს. გაგვიზიაროთ? ტყუპი ვარ და შესაბამისად ჰაერის ნიშანია, ასევე. დიახ. და მე ტყუპი რო ხარ, ანუ ერთი საქმე ესე დამოწურავ მე შენ თავს, მე აუცილებლად მეორე უნდა ნახო და შესაბამისად სულ რაღაცას ვეძებ, რომ სიახლე იყოს, რა თქმა უნდა, მედიცინაში სიახლეს ვერ ამოწურავ, ამიტომ ყველა სფეროსთან ძალიან კარგი შეხება მაქვს, მით უმეტეს რომ დღეს სტუდენტები მყავს და ვასწავლი პათოლოგიურ ანატომიას და მაინტერესებს ის, რომ ყველა პათოლოგიაში ის ცოდნა მქონდეს, რაც აუცილებელია, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს იმდენად სწრაფად ვითარდება ეს სფეროც და ზოგადად ყველაფერი ალბათ, ადრე თუ 5 წლები გჭირდებოდა რაღაც განვითარებაში, დღეს ალბათ წუთები და წამები ცვლის სრულიად რეალობას, ამიტომ თუ გავჩერდებით ერთი წუთით მაინც, ჩათვლით რომ უკვე ჩამოვრჩით. და უკან წავალთ. მე ტყუპი ვარ და გეთანხმებით აბსოლუტურად. თქვენი განათლება საიდან დაიწყო? ანუ თბილისის საქართველოს და მე აკადემია მაქვს დამთავრებული, სამედიცინო აკადემია, დღეს ვარ სამედიცინო აკადემიაში. მიმართულების ხელმძღვანელი პათოლოგიურ ანატომიაში, ანუ კათედრის პროფესორი ვარ. შესაბამისად, ასევე დღევანდელ დღეს დაცვა დავიცავი სამედიცინო უნივერსიტეტში. ჩემი თემა ეხებოდა საშუალო სყელის კიბოს და მისი ესე იგი იმუნოჰისტოქიმიური მარკერები გქონდა. მაშინ როცა მე ვწერდი ენდოცებრუქსის ინტრაპეთიულ ნეოპლაზიას, ეს იყო ჩემი თემის სათაური, რომ ადენოკარცინომებთან მიმართებაში დისპლაზიები როგორ ვითარდებოდა. სულ არ იყო ეს შეტანილი არც ერთ კლასიფიკაციაში, დღეს უკვე კლასიფიკაციაშია. შესაბამისად 2006 წელს დავიცავი დისერტაცია ამ სფეროში. მე დიდი სიამოვნებით დოქტორის წოდებაზეც გავიდოდი უბრალოდ მე PhD შემოვიდა და ყველა რაც არსებობდა ეტაპი შემიძლია ვთქვა რომ ყველა ეტაპი გავიარე, ანუ რეზიდენტურა შემოვიდა, უბრალოდ რეზიდენტურას დავასწარი და ამიტომ ჩემი კურსელები, მე ჩემი რეზიდენტები იყვნენ, იმიტომ რომ პათანატომიას არ ქონდა თავიდან რეზიდენტურა, მე შემოვიდა პათანატომიაში. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, რა გითხრათ, შემდგომ უკვე მოვხვდი რეპროდუქციულ, ანუ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტში. ბატონ არჩილ ხომასურიძის თაოსნობით იყო ეს ინსტიტუტი მაშინ და ძალიან დიდი მადლობა მათ ყველას, ვინც მიმიღო ამ კლინიკაში. და იქ იყო პირველი პაპ ტესტი. ზოგადად ალბათ გამიმართლა ცხოვრებაში ის, რომ ყველა შემთხვევაში სადღაც ხვდებოდი, სადაც იყო სიახლე. და ანუ ზოგადად პაპ ტესტი მაშინ შემოვიდა. მაშინ დავიწყეთ სკრინინგზე მუშაობა, იყო გრანტი პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე, სწორედ ბატონ გია ბურკაძესთან, რომელიც ძალიან დიდი მადლიერი ვარ, რომელმაც შემასწავლა ყველაფერი, რაც მე დღევანდელ დღეს ვიცი. იმუნოჰისტოქიმია მაშინ დაიწყო, ანუ პირველი ფასობი, ანუ პირველი პაპ ტესტის ლაბორატორია იყო ჟორდანიას ინსტიტუტში და ეს ვიყავი მე 26 წლის ასაკში, 24 წლის ასაკში მივედი ჟორდანიას ინსტიტუტში. მადლიერი ვარ ძალიან, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი სკოლა ამ სფეროს და იქ იყო ზურაბ საბახტარაშვილი, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დღევანდელ დღესაც მუშაობს და შესაბამისად გავიცანი ის ადამიანები, რომლებმაც შემასწავლეს რა იყო რეპროდუქტოლოგია, რას ნიშნავს, მართალი გითხრათ, რომ რეპროდუქტოლოგია ჩემთვის მაშინ მისაღები არ იყო, ანუ ბატონი გია ცაგარეშვილი იყო ზუსტად მაშინ იქ ინვიტროს განყოფილებაში და მან მითხრა, რომ აი იცი შენი სფეროს ექიმი რო იყოს ემბრიოლოგიაში, იქნება ძალიან კარგიო. და მართალი გითხრათ, ძალიან მომწონდა რა სფეროშიც ვიყავი, არანაირი სურვილი არ მქონდა მართალი გითხრათ ამ სფეროს შეცვლას. ამიტომ უთხარი არა, ჩემთვის ინტერესი ნამდვილად არ არის თქო საინტერესო, იმიტომ რომ მე ჩემი პროფესია მაქვს, ჩემი პროფესიით ვმუშაობ, მომწონს რაც ვაკეთებ და შესაბამისად მე მიმაჩნდა, რომ ის ადამიანებისთვის, ვისაც ონკოლოგიური დიაგნოზი ჰქონდათ და მე ადრეულად უსვამდი მათ დიაგნოზს და მათი სიცოცხლე გააჩენის რაღაც შანსი იყო. ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ არ მინდოდა არანაირად სფეროს შეცვლა. თუმცა აი მაშინ როცა მე გაიყო ჟორდანიას ინსტიტუტში და ბატონ გიამ ცალკე გახსნა თავისი კლინიკა და უნდა დარჩენილიყო გუნდი, რომელიც გაანაგრძობდა უკვე ჟორდანიაში ინვიტროს წარმოებას, ესე ვთქვათ, და
განვითარებას ბატონმა არჩილმა ანუ დამტოვა ემბრიოლოგად და მითხრა არჩევანი არ მომწია მართალი რომ გითხრათ პირდაპირ მითხრა რომ ან იქნები და ან წადიო და ნუ ასე არა ეგეც არჩევანია მაგრამ ესეც ხო არჩევანი ანუ წასვლა ანუ რაღაც ის იყო ორივე შემთხვევაში განსაზღვრეთო და გამიშვა მე კანადაში ჰანან ელჰორცერთან იქ უნდა შემესწავლა ასევე ვიყავი კიევში დახნოსუნ კლინიკაში და დავიწყო ჩემი 2010 წლიდან დაიწყო ჩემი ურთიერთობა უკვე სიცოცხლესთან მინდა გითხრათ რომ ძალიან მადლიერი ვარ ამისიც იმიტომ რომ ალბათ არასდროს არ მექნებოდა ამასთან შეხება მაია კოიავა იყო მაშინ და ის იყო ჩემი პირველი მასწავლებელი ამ სფეროში პირველად სიცოცხლეში შევქმენი ვიტირე იმიტომ რომ პირველ ჩემი გაკეთებული ემბრიონი იყო და დავინახე როგორ გაიყო და ნუ ეს ამას ნუ რა ვიცი მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ჩემი საქმის მიმართ ძალიან მიყვარს და ვთვლი რომ ეს არის ჩემი ცხოვრების აი მაგაზე უნდა მეკითხე ზუსტად ალბათ რამდენად მისტიკურია თქვენი ცხოვრება ყოველდღიურად აი მიკროსკოპის ქვეშ რაღაც მიკროსკოპულ დონეზე როცა ხედავ ამ ყველაფერს და აბსოლუტურად სხვა სამყაროში ხარ ყოველდღიურად. კი, ნამდვილად. მიკროსამყაროში. მიკროსამყაროში ხარ, გარდა მაგისა რომ მიკროსამყაროში ხარ, აბსოლუტურად სიცოცხლესთან შეხება გაქვთ. დღევანდელ დღეს მე პრაქტიკულად აღარა ვარ უკვე ემბრიოლოგიაშიც კი. ანუ ვარ სრულად მენეჯმენტში და ვარ პაციენტთან. და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვთვლი რომ აი ეს ყველა ეტაპი რომელიც მე გავიარე დაუშვათ ჩემი ცხოვრების მანძილზე, ვიცი აი ლაბორატორიაში მე თვითონაც ვაკეთებდი პრეპარატს ვამზადებდი. ყველაფერი გაკეთებული მაქვს აბსოლუტურად და შესაბამისად როცა ადამიანმა დეტალებში იცის მთელი თავისი საქმე ამ საქმეს საუკეთესოდ აწყობს იქიდან გამომდინარე რომ ხარისხი იცის რასთან აქვს საქმე. ხარისხი სად არის? კი, ხარისხი პირველი რგოლიდან ბოლო რგოლამდე. ანუ თქვენ ეს გზა რომ არ გაგიოლოთ ალბათ ესეთი წარმატებული ალბათ ვერ იქნებოდით, ხო? როგორ მე ესე ვფიქრობ, რომ არა. იმიტომ რომ თუ არ იცით თქვენ სრულად რა გაქვთ, ნახეთ, პირდაპირ მოვედი და გავხდი ხელმძღვანელი. თქვენ თუ არ იცით, რას უნდა უხელმძღვანელოთ და საიდან სად იწყება, ანუ თქვენი სამსახური და ვის რას ტკივა ამ სამსახურში და მე ყველაფერი ვიცოდი ლაბორანტიდან და ექთნიდან დაწყებული სანიტრით დამთავრებული, აბსოლუტურად სრულად ვფლობ იმ ინფორმაციას, რა გვჭირდება, რა სჭირდება იმ ადამიანებს და რა უნდა გაკეთდეს. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა მიცოდეს. ძალიან ხშირად ამბობენ რომ ძალიან ცუდი მენეჯერები არიან ექიმებიო, თუმცა ნახეთ მე რომ ვთქვა სიმართლე, მე ესე ვფიქრობ. ექიმები და ფინანსისტები და იურისტები თუნდაც ერთად რომ მუშაობდნენ და შეხმატკბილებულად კარგი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მედიცინა არის დარგი, რომელსაც კი შეიძლება ფინანსებზე ვსაუბრობთ და ბიზნესზე ვსაუბრობთ, მაგრამ მედიცინა არის დარგი, თუ თქვენ ხარისხიანად არ აკეთებთ ამ მედიცინას, რაზე გაქვთ გათვლა? მხოლოდ ფულზე თუ გაქვთ გათვლა, ვერასდროს ვერ იქნებით წარმატებული, იმიტომ რომ ხარისხი მარტო ფულს არ გულისხმობს, ხარისხს ფულის დახარჯვაც უყვარს. აქედან გამომდინარე, მე მაგალითად არასდროს არც ერთ სიახლეზე ვარს არ ვამბობ, იმიტომ რომ ის ძვირია. მე ვთვლი რომ ის რომ ძვირია, ის მოგიტანთ გაცილებით უფრო მეტ შემოსავალს. იქიდან გამომდინარე, რომ თუ თქვენ ორიენტირებული ხართ შედეგზე, საუკეთესო შედეგი არის, ნუ ახ წარმოგიდგენთ, თან ჩემი საუკეთესო შედეგი არის ახალი სიცოცხლე. საერთოდ ვერაფერს ვერ შეადარებთ ამას, ვერც ერთი სფერო ვერ დაიგვეხნის იმას, რომ იმ სფეროში მუშაობენ, რომ რაღაცა პროდუქტი აქვს საუკეთესო, მე ყველაზე კარგი პროდუქტი მაქვს. კი მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პროდუქტიო, მაგრამ ვთვლი, რომ ახალი სიცოცხლე არის საუკეთესო. რაც შეიძლება შეიქმნას ამ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი ახალი სიცოცხლის შექმნის საშუალება მექნება და დღევანდელ დღეს მე როცა ვსაუბრობ ხოლმე მაშინ როცა ვიწყებდი იყო ეს პროცენტი წარმოიდგინეთ 20, 25, 30%, ანუ 10-დან 3 პაციენტი რჩებოდა ორსულად. დღევანდელ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 60, 70%-ზე და ეს რამხელა მნიშვნელობა აქვს, რომ მხოლოდ 30%-ია ის, ვისაც არ გამოსდის რაღაცა და იქაც კი შეგიძლიათ ჩაერიოთ და ნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ დღეს გენეტიკური სფერო ისეთ განვითარებულია, რომ პრაქტიკულად უკვე რობოტებთან მივდივართ. და ეს წარმატება რითია განპირობებული დღევანდელი? ანუ რა ფაქტორებით ეს არის მეცნიერული მიღწევები თუ
დაუშვათ საქართველოს კვალიფიკაციის მატება, ამაღლება, ტექნოლოგიები, ანუ ძირითადი რა არის განმაპირობებელი? პირველი, ანუ მე მაგალითად ვთვლი, რომ პირველი რაც მე ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მე მოვხვდი საქართველოში აკრედიტაციის სამსახური არსებობს, აი ლაბორატორიების ამისი და გავიარე აი ეს ექსპერტის სტრატეგია, როგორ უნდა მოხდეს შემოწმება ამა თუ იმ სოპებით მუშაობასთან დაკავშირებით, ანუ FDA-სთან, ISO-სთან და ასე შემდეგ. პირველად რო ჩავერთი ამაში, ანუ თან გამიკვირდა საერთოდ როგორ ვისწავლი ამას, თქო, მე აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როგორ უნდა შეამოწმოთ რაღაცა სფერო, რომ ყველა წერტილიდან, საიდანაც არ უნდა დაიწყოთ, შეცდომა იპოვოთ. ამიტომ აი ამ ხარისხს, თუნდაც იმ ISO-ს, ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მუშაობაში. ხარისხი არ არის მხოლოდ ის, რომ ვიღაცა მოვიდა შენ მენეჯმენტი დაგიწერა და ესე უნდა იმუშაო. თუ იმას ასრულებ და მართლა კარგად ასრულებ, ანუ თქვენ აუცილებლად იპოვით შეცდომას, სადაც არ უნდა დაუშვათ. სხვა გზას არ გიტოვებს ის გაიდლაინი რა. გაიდლაინი გაქვს, ანუ გაწერილი გაქვს სრულად. აი ხა მე დღევანდელ დღეს პირველი ვიყავი, წარმოიდგინეთ, ახალი ინვიტრო კლინიკა ვარ, ხო? ანუ პირველი ვიყავი, ვინც ISO სერტიფიკატი აიღო ამ სფეროში მენეჯმენტში ინვიტროს კლინიკებში. შემდგომ უკვე წავედით ლაბორატორიაში, ანუ 15-199 საკმაოდ რთული არის, ანუ მით უმეტეს ინვიტროს ლაბორატორიაში ამის დადება, ანუ ეს არის სტანდარტი. SOP-ი ჯერ ერთი ამის ხარისხის დაწერა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალისხმევას მოიცავს, ძალიან დიდი მადლობა ჩემს ჯგუფს, რომელიც ამყვა ამაში. თუმცა ბევრი, ანუ საქართველოა და არავის არ უნდა ამის კეთება, იმიტომ რომ თვლიან რა გვინდა. მაგრამ შარშან წინა წელს ჩვენც ავიდეთ ISO. ძალიან კარგია. ანუ და რა იცით, ჩვენ ვაძლევთ ამის სტიმულს, თქვენ რო აიღეთ, ხო? ის კომპანიები, ვინც თქვენი კონკურენტები არიან, ისინიც აიღებენ. და მერწმუნეთ, რომ ეს დონეს აუცილებლად წევს. აუცილებლად. საქართველოში პრობლემა არის ის, ერთ ადამიანზე გათვლილი მენეჯმენტი. ანუ მე ვარ და ვსო. არ არის ესე, მე მაგალითად სრულ თავისუფლებას ვაძლევ ყველა სფეროს, ანუ რომ მათ შემომთავაზონ საუკეთესო იდეები, კი ბატონო, განახორციელონ და პასუხისმგებლობები უნდა გადავანაწილოთ. და შეცდომების დაშვების უფლებას თუ აძლევთ. რა თქმა უნდა, შეცდომა თუ არ დაუშვი და მე შინია რომ შეცდომა დაუშვი, მოგატყუებ. ანუ შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეცდომას დაუშვებ, კი ბატონო. ნუ რა თქმა უნდა, რაც გონიურობის ფარგლებში. ნუ რა თქმა უნდა, ხა ისეთი შეცდომა არ უნდა დაუშვა, რომ ადამიანის სიცოცხლეს შეეხო ან რაღაც, მაგრამ რაღაც მომენტში, ხო, ის შეცდომები თუ არ აღიარე, ვერანაირად ვერ დაინახავ რა არის სწორი. მეორე ერთი, რა თქმა უნდა, გაზრდა სჭირდება ის, რომ თუნდაც სულ მეუბნებიან ვასწავლ. მე ვასწავლი ყველაფერს. დღეს ჩემი იდეა არის ყველაზე დიდი, რომ ინვიტროს სკოლა შევქმნა საერთაშორისო, რომელშიც არა მარტო ქართველები, არამედ სხვებიც ჩამოვლენ და ისინიც ისწავლიან, რატომაც არა და რატო ზრდი კონკურენტს მეკითხებიან. და რეალურად თუ კონკურენტო ხარ და აღარ განვითარდებით, ამიტომ თუ გინდათ რომ განვითარება პოვოთ, აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ და რაც უფრო კარგი იქნება ბევრი, მით უფრო კარგად იქნება და სხვა შორის სომხეთზე გამახსენდა ეხლა. სომხეთში გავაკეთეთ ფილიალი და ძალიან ჭკვიანი ერია. მინდა გითხრათ, რომ შევედით, ანუ 20 წლით უკან არიან, ეხლა თქვათ ძალიან ბევრი რაღაცით ამ სფეროში მით უმეტეს, მაგრამ იმდენად კარგად მიგვიღეს და მინდა გითხრათ, რომ პირიქით, იცით რა თქვეს, თქვენთან ერთად გაცილებით უკეთ გავიზრდებითო. ანუ საშუალება გვეძლევა აბსოლუტურად. ნახეთ, რაში გამოგიყენონ იმისთვის, რომ მისი ერისთვის საუკეთესო სფეროში სერვისი მიაწოდონ უკეთესად. მათი ასოციაციის პრეზიდენტი, ყველა მათი თანამშრომელი, ანუ მოვიდა კონფერენციაზე აბსოლუტურად სრული ნდობა გამოგვიცხადეს, გითხრეს, რომ კი, შევქმნათ საქართველოს სომხეთის რაღაც ასოციაცია, მოვიწვიოთ თქვენთან ერთად განვითარდებით და იცით, ნახეთ, ჩვენი კლინიკების დონეც აიწევსო, იმიტომ რომ მე რაც შევიტანე დაუშვათ იქ ტექნოლოგიურად არ იყო. რექტორმა სასწრაფოდ გააკეთა, რომ აუცილებლად სწავლებადი იყოს ეს ყველაფერი და ვასწავლოთ და საუნივერსიტეტო კლინიკაში ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია კათედრასაც გავაკეთებთო, ემბრიოლოგიას დავაარსებთო, როგორც კლინიკურ მედიცინას, მეც ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან კარგი ქვეყანა ვართ. ძალიან პროგრესული ვართ და თუ ამას შევძლებთ, რომ ჩვენ საერთაშორისო სკოლები შევქმნათ ამ ჩვენს ბაზაზე და
ეს ადამიანები ჩამოვიდნენ და აქ ისწავლონ, ჩვენ გაცილებით ნაკლები ბიუროკრატია გვაქვს, ვიდრე სხვაგან არსებობს. გაცილებით ნაკლები პრობლემა არის აქ ბიზნესის სამუშაოების. შესაბამისად, შევთავაზოთ ეს სფერო იმათვისაც აკეთებენ, ამიტომ დღევანდელ დღეს აი ხა მე ებრაელ კოლეგებთან მაქვს ზუსტად მოლაპარაკება, რომ ეს სკოლა შეიქმნას საქართველოში, მე მაქვს იმის საშუალება, რომ ბაზად შევთავაზო ჩემი კლინიკა, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ფილიალს ვაკეთებთ და ეს იქნება ძალიან კარგი. ეს მეორე ფილიალი სათქეთდება. მეორე ხო ეს? ვოვის ქუჩაზე, კი ბატონო. იქ იქნება უკვე სტაციონარიც, ქალისა და მამაკაცისთვის სრული სპექტრი მომსახურების. იქიდან რომ გამომდინარე, რომ რეპროდუქტოლოგია მოიცავს არა მარტო ქალბატონებს, არამედ მამაკაცებსაც. მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი რამ განვითარდა, როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით თქვენ რასაც ამბობთ, ასევე არა მარტო ტექნოლოგიით, არამედ სფეროები დაემატა, თუმცა ბევრი სფერო სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაქრება ცოტა ხანში, მინდა გითხრათ, მაგრამ ანუ ხელოვნური ინტელექტი მე თვითონ გამოვიყენე უკვე და ერთ-ერთი პირველი ვარ, მსოფლიოში სულ რამდენიმე კლინიკა მუშაობს ასე, ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში და მე თვითონ ძალიან მინდა რომ რობოტიც მქონდეს ცოტა ხანში ემბრიოლოგიაში და მთლად ადამიანის ხასიათზე არ ვიყო დამოკიდებული თუნდაც და რობოტმა შეასრულოს კი შეიძლება ძვირია მაგრამ მინდა გითხრათ რომ რაღაცეები რაც მაგალითად შაბათ-კვირას ვიღაცას მოსვლა ეზარება რობოტს არ ეზარება. რობოტს არ ეზარება არაფერი. შეიძლება ზედმეტი გადაიხადო ამაში, მაგრამ ბევრი ადამიანური ემოცია, რაც ურთიერთობაში თუნდაც team building-ში ხო, გუნდური მუშაობა არის, ყველას უნდა უნდოდეს ისევე, როგორც არის. ბევრ შემთხვევაში რობოტები ამას გვიადვილებენ. მართალია სულ მეშინია რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა არ მოგვიტანოს ის რომ მართლა მეხუთე ელემენტში რომ ჩვენ რო ვისვენებთ და რობოტები რომ მუშაობენ ისი არ განვითარდეს მაგრამ ხო რაღაცა კუთხით ხო მაგრამ ნახეთ მე მოგინდებათ რომ იმუშაოთ მე მაგალითად ძალიან მსიამოვნებს თუნდაც ის დააღლა რაც არის და რაც დაუშვათ ჩვენ მოთხოვნადი ვართ და მნიშვნელოვანია რომ ექიმები მუშაობთ გვაქვს პაციენტთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა რაღაცას გამოვიგონებთ მაინც ხო ან ახალ დაავადებას გამოვიგონებთ ან რამეს და ახალ დაავადებები უკვე ისედაც არის ძალიან ბევრი სხვათა შორის იატროგენია და ტექნოლოგიურ სფეროებთან დაკავშირებით. მე დავუსვავ რამოდენიმე კითხვას. ცოტა ისე უკან დავბრუნდები, მინდა რომ პაციენტებისთვის და მსმენელებისთვის უფრო საინტერესო გავხადო თქვენი მოსვლა ჩვენთვის და ქალბატონებისთვის უფრო საინტერესო იყოს. მინდა რომ კიდევ ერთხელ აუხსნათ პაპ ტესტის საჭიროებასთან დაკავშირებით, სკრინინგთან დაკავშირებით, აი აქეთ ამაზე დაგაბრუნდეთ, მე ეტაპობრივად კიდე რამდენიმე კითხვას დაგისვავ. რომელზეც მე ვისაუბრებ. ეს არის ის სფერო, რომელთაც დავიწყე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველთვის უნდა იცოდეს ყველამ, რომ ანუ 15 წუთი რო გამოვნახოთ დღეში საკუთარი თავისთვის და მივიდეთ ერთხელ მაინც ექიმთან და ჩავიტაროთ თუნდაც პაპ ტესტი და კოლონოსკოპიური კვლევა, ჩვენ პრაქტიკულად მთელი ცხოვრების მანძილზე ვიცავთ საკუთარ თავს ონკოლოგიური დაავადებისგან და დღევანდელ დღეს როცა ვსაუბრობთ ხოლმე პაპილომა ვირუსზე და ხშირად ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს პაპილომა ვირუსზე ვაქცინაციას რომ არ გვინდა და ძალიან ბევრ რაღაც გართულებას იწვევსო, ვთვლი რომ ეს არ შეიძლება ზოგადად და ეს ძალიან აუცილებლად უნდა აცრათ. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს 45 წლამდე წარმოიდგინეთ საქართველოში აცრა არის აბსოლუტურად უფასო, თან 9 ვალენტიანი ვაქცინა შემოვიდა უკვე და ამ ვაქცინას სულ პირველად როცა გავაკეთეთ ამაზე მოხსენება 2010 წელი იყო, თუ არ ვცდები ვიყავი მაშინ მერკის და გლაქსოს სპიკერი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, ბოთლი არ მოხდა თავშეთვარე, ანუ ძალიან თავიდან და 6 მილიონი ნახევარი ვაქცინა გაბრჩდა მაგ პერიოდში. საერთოდ არ აუცრიათ. ნუ მაშინ მესმის იცით რისი, როცა რაღაცა არ ვიცით და როცა რაღაცა სიახლე შემოდის, ყოველთვის არის საქართველო არის ანუ ყოველთვის ვამბობ, რომ ქართველი პაციენტი არის ყველაზე კრიტიკული. აბსოლუტურად და ქართველი პაციენტი ყველაზე ლმობიერი და ყველაზე თბილი ხდება, როცა ის უცხოეთში მიდის და მერე ჩამოდის საქართველოში. ანუ ის აფასებს უკვე ყოველი თქვენი აზრით. ანუ კრიტიკული ვართ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინახავს იქ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ხო სწორია? სადაც არ ვართ ყველგან კარგია. რეალურად ესეა, მე ყოფილვარ ყველგან და ვიცი რომ ზუსტად ვიცი რომ საქართველოს საუკეთესო ადგილია სადაც უნდა იცხოვროთ.
უნდა განვითარდეთ უბრალოდ ერთმანეთს მოვეფეროთ, ანუ ძალიან მაგარი ერივა. სიახლეების არ შეგვეშინდა. და არ შეგვეშინდა სიახლეს. სიახლეს მიღება ყოველთვის რთულია. ჩვენ ყველაზე კრიტიკულად ვიღებთ ყველანაირ სიახლეს. 25 წელი აქვს დღეს პაპილომავირუსის ვაქცინას გამოცდილება და მთელი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ პაპილომავირუსის ვაქცინა არა მარტო საშუალო წყლის კიბოს დამარცხება შეძლო, ხო? და სიკვდილობა დაიკლო ამ თვალსაზრისით. არამედ წარმოიდგინეთ ხორხის, ანუსის, ნაწლავის და ძალიან ბევრი ასოს თავის სიმსივნის დამარცხება შეძლო. შესაბამისად, ამხელა გამოცდილებას როცა იღებ და სხვადასხვა სიმსივნეებზე ვსაუბრობ პაპილომავირუსის ვაქცინაციის შედეგად, რატომ უნდა ვთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აუცრი ბავშვს აი მითხარით? აი უფრო რო დამაჯერებლები ვიყოთ, აი გართულებების შესახებ ალბათ ყველაზე მეტად ეშინიათ გართულებების აი ვაქცინაციის შემდეგ რა შეიძლება. აი ზოგადად მან დარი უკაცრავად არა მარტო სამედიცინო გართულებები, მგონია რომ რაღაც სხვა მოსაზრებებიც არის, კონსპირაციული თეორიები და არა, აქ არის უშვილობა, ხო, არა, ხო, კი, აი არის და მე და თათას მქონდა ამის წინ დისკუსიამ ერთ თემაზე, რომ თითქოს გამიზნულად კეთდება ეს ამბავი იყო. ანუ რა გითხრათ, პრაქტიკულად მინდა გითხრათ, რომ აი ქვეყანა ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის ჩვენ ვართ ბოლოდან მეორე ადგილას. ვაქცინაციის თვალსაზრისით კიბოს ცუდან ბავშვი. ცუდან ბავშვი. მაგრამ ეს მომეწონა 22-ზე ვართ ისე, მაგრამ ისე ბოლოდან მეორე უფრო მომეწონა შესაბამისად. ანუ მაგრამ აი მაგალითად უზბეკეთი. ხო, ქვეყანა, სადაც რა ვიცი ხო, ჩვენთან შედარებით და არც მედიცინა აქვს განვითარებული. საერთოდ სად არიან არ ვიცი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უზბეკეთში პირველ ადგილზე არის და ვაქცინირებული ხო ყველაა. და გარდა მაგისა, საშუალო წყლის კიბოს ადგილი გადავიდა არა მეორეზეა, უკვე სიკვდილობის თვალსაზრისით და მესამე-მეოთხე სტადიაზე აღარ მიდის ის ხალხი. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ მათ მაშინვე აკრძალეს, ანუ დაიწყეს ვაქცინაცია და გააკეთეს ვაქცინაცია ყველგან. ანუ სკოლებში შევიდნენ, გააკეთეს და სავალდებულოდ ჩათვალეს ვაქცინაცია. შესაბამისად, მათ შედეგი დადეს. და ჩვენ თუ ამ შედეგებს ხედავთ სოფლიოში, კი, იაპონია მოაკრძალა რაღაცა პერიოდებში, ყოველთვის ხდება, ნახეთ, ვაქცინაცია ეს არის სფერო, სადაც გართულება ყველგან არის და ანტიშოკური თერაპია ყველას უდგას. ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინამ გამოიწვია. ვაქცინას ახლა ყველა ერთნაირად ვერ ვიღებ და ეს ინდივიდუალურია მედიცინა და რა თქმა უნდა, ყველანაირი შემთხვევა განიხილებოდა ვაქცინაციის დროს. იაპონიამ აღადგინა, იმიტომ რომ ისევ დაიწყო ყელის კიბოს თემა, ავიდა და გახდა მეორე ადგილზე და აქტუალური გახდა სიკვდილობით. ასევე ინგლისმა დაიწყო იმ პერიოდის მერე, იმიტომ რომ იქაც იწერებოდა წერილები, რაღაცა ვიღაცას ციკლი დაერღვა, სულ არ იყო დამოკიდებული მერე. ეს ყველაფერი განიხილებოდა. ნუ 25 წელი არ არის 5 დღე. ანუ 25 წელი საკმაოდ დიდი დროა და დღევანდელ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნდა ავცრათ და უნდა ავიცრათ, იმიტომ რომ ნახეთ, ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი სიმსივნე, რომელს გამოწვევიც ვიცით. და ვიცით, რომ თუ არ გვაქვს მაღალონკოგენური პაპილომავირუსი, ჩვენ საშუალო წყლის კიბო არ დაგვემართება. ეს არ არის გენეტიკურად გადმოსული, ანამნეზიდან, დედას ჰქონდა, ბებიას ჰქონდა, არა. და მით უმეტეს, რომ დღევანდელ დღეს პაპილომავირუსი უკვე აღმოჩენილია სპერმატოზოიდებთან მიმართებაშიც, ემბრიონშიც. ამიტომ ესე იგი გამოდის, რომ იქ შეიძლება მერე მომავალ თაობასაც რაღაცა მისცეს და მე მყავდა ყველაზე ახალგაზრდა საშუალო წყლის კიბოს მესამე სტადიით 24 წლის ქალბატონი. შესაბამისად, ანუ რატო უნდა მივიდეთ აქამდე, როცა შეგვიძლია ჩავატაროთ ვაქცინაცია და არ მივიღოთ ესეთი შედეგები. ისევე როგორც ძუძუს კიბოს დროს ანუ აი სკრინინგში საქართველოში მოდის მხოლოდ 13%. რაც ძალიან დაბალია. ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი უფასო გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ 13% მოდის, ნიშნავს, რომ არის კატასტროფა. იქიდან გამომდინარე, რომ ანუ 80% უნდა მოდიოდეს. და ანუ არ გვაქვს საშუალება სოციალური პრობლემა გვაქვს? არა. უბრალოდ არ მოვდივართ, ხო? უფასოა. რატო? არანაირი პრობლემა არ გვაქვს, შეგვიძლია მივიდეთ მამოგრაფია, გავიკეთოთ, შეგვიძლია მივიდეთ პროსტატის სიმსივნის პრევენცია, ჩავატაროთ, PCR უფასოა, ფარისებრი ჯირკვალი, ყველა რატო არ ვიკეთებთ? ანუ იმიტომ რომ უნდა დაგვაძალონ, მე მაგალითად ვაძალებ სამსახურში. კიდე ერთ დამატებით კითხვას ისევ ძველი გამოცდილებებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ რომ ჩემი ასაკის დაახლოებით და ჩემზე დიდებს გაუზიაროთ ეს ინფორმაცია, უფრო
აქტიურად ჩავერთოთ სკრინინგში, თუნდაც პაპტესის გაკეთებაში და ასევე კვლევებში და ამ შემდეგ, ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. ინვიტრო ადრე ესეთი ინფორმაცია იყო, რომ აი ხელოვნურით იყო შემოსული. მინდა რომ კიდევ ერთხელ აგვიხსნათ ეს, რომ რასთან ვართ ანუ რასთან გვაქვს საქმე? ხელოვნურები არიან ეს. ხო, ანუ რო არ არიან ნამდვილად, მინდა რომ კიდევ ერთხელ მე აუხსნათ. მგონი ყველაზე ცუდი ტერმინი რაც იყო ამ სფეროში, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია ქვია ამას რეალურად რო ვთქვათ და არტი, ანუ და არ უნდა დაერქმიათ არაფერი ხელოვნური, იმიტომ რომ არაფერი ხელოვნური აქ არ არის და ძალიან ბევრ პაციენტსაც ვუხსნი ხოლმე, რომ იცით რა, ბევრი პაციენტი მოდის, რომელიც ამბობს, რომ არ უნდოდა არასდროს ინვიტროს გაკეთება, იმიტომ რომ ის თulis, რომ რაღაცა ჩარევა არის. ან ვიღაცის არის რაიმე ბიოლოგიური მასალა. არსებობს სფერო, ანუ უნაყოფობა, რომელშიც არსებობს პაციენტები, ну, თუნდაც მაგალითად აზოოსპერმიანი პაციენტები. რომელსაც ნული აქვს პრაქტიკულად სპერმის რაოდენობა, სპერმატოზოიდების რაოდენობა ეაკულატში. და ну ისეთი ქალბატონები, რომლებსაც მაგალითად აქვთ გენეტიკური პათოლოგია, ნადრევი განლევის სინდრომი, საერთოდ არ აქვთ კვერცხუჯრედი, IPX-ი, ანუ რა ვიცი, ბევრი პათოლოგია, როკიტანსკის სინდრომი, რომელსაც ადრე სანამ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია იქნებოდა, ან მაგალითად არ აქვთ მილი, ან მილისმიერი ორსულობა ჰქონდათ 2 და არც ერთი მილი აღარ აქვთ, ხო? მათ ვერასდროს შვილი ვერ გაუჩნდებოდა ბუნებრივი გზით. აქედან გამომდინარე, ეს არის სფერო, რომელიც ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც შვილი არ უჩნდება და ჩვენ მივდივართ ბუნების საწინააღმდეგოდ და მათი ბიოლოგიურ მასალას ვახვედრებთ არა ორგანიზმის შიგნით, არამედ ორგანიზმის გარეთ, ერთმანეთს, ვქმნით ემბრიონს და შემდგომ გადაგვაქვს ის საშუალოსნოს ღრუში. ძალიან მარტივი პროცედურაა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ნახეთ, რეალობა არის ის, რომ ჩვენ ლაბორატორიაში გვაქვს ის პირობა, რომელიც არც კვერცხუჯრედმა, არც სპერმატოზოიდმა არ იცის. საერთოდ არ იციან იმათმა, რომ ჩვენი ორგანიზმის გარეთ მოხვდნენ. გონიათ, რომ არიან საშუალოსნოს მილში. იქ ხდება განაყოფიერება, შემდგომ ვითარდება უკვე ბლასტოცისტა და ჩადის ის დედასთან მიდის ღრუში და ემაგრება. ანუ პრაქტიკულად ჩვენ აი იმ მონაკვეთს, რომლის დროსაც განაყოფიერებას ვახდენთ, იმ მონაკვეთს ვახორციელებთ ორგანიზმის გარეთ. ეს ყველაფერი ხდება ლაბორატორიაში, ჩვენ ამას ვაკვირდებით და ეს ფანტასტიკური დასაკვირვებელია, იმიტომ რომ დღეს გვაქვს time-lapse და იქ ვნახულოთ ყოველი 5 წამის განმავლობაში, როგორ ვითარდება ეს ემბრიონი, შეგიძლია სახლში ნახოს თვითონ ემბრიოლოგმა. შესაბამისად, ანუ აბსოლუტურად იმ ადამიანებს, ვისაც არასდროს ბუნებრივი გზით შვილი არ ეყოლებოდა, დღეს მათ შვილი ყავთ. ანუ ჩვენთან ხო არ მოდის ჩვეულებრივი პაციენტი, რომელსაც შვილოსნობის უნარიანია. ჩვენთან მოდის პაციენტი, რომელსაც ნორმაში, ანუ აი იმ არსებულ ნორმაში შვილი არ უნდა ყავდეს. და ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ მას შვილი ყავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოიდგინეთ, რომ გენეტიკური პათოლოგიები რო აქვთ, გოგონებს, რომლებსაც 0.1 აქვთ, მაგალითად 19 წლის გოგონა იყო დღეს, რომელსაც 0.1-ია კანტი მიულერი. ანუ მას 22 წლის ასაკში აღარ ექნება საერთოდ არც ერთი კვერცხუჯრედი. და მას შვილი ეყოლება ჩვეულებრივად, იმიტომ რომ მისი კვერცხუჯრედები დღეს გავყინეთ და როცა მოუნდება რომ გააჩინოს შვილი, შემდგომ გააჩენს. ძალიან თავისუფლად. არიან ქალბატონები, რომლებიც უბრალოდ მოდიან და არ ყავთ დღეს ოჯახი, არ ყავთ არც პარტნიორი და არ უნდათ დღეს რომ გააჩინონ შვილი, მაგრამ უნდათ რომ მაგალითად 45 წლის ასაკში გააჩინონ შვილი. არანაირი პრობლემა არც ამაში არ აქვს. აიღებენ კვერცხუჯრედს, გაყინავენ და შემდგომ ისინი გააჩენენ თავიანთ შვილებს. რაც უფრო ადრე მოხდება ეს სოციალური ფრიზინგი, ასე ვთქვათ, გადავადება, მით უფრო კარგია მათთვის, იმიტომ რომ ნაკლები პროცედურა დასჭირდება და მეტი შედეგიანობით იქნება ეს ყველაფერი. რაც შეეხება ინვიტრო განაყოფიერებას, რომ დაარქვეს ხელოვნური, არაფერ რა არის აქ ხელოვნური. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დღეს ძალიან დიდი პროგრესია. იმ დღეს ვთქვი, რომ ალბათ ოდესღაც დადგება დრო, როდესაც 100% იქნება ინვიტრო განაყოფიერებაში თქო და მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, რადგან ძალიან მინდა, რომ ყველა პაციენტს მივცეთ ამის საშუალება, რომ შვილი ყავდეს. და დღეს ისრაელში შექმნილია ხელოვნური სპერმატოზოიდი, ხელოვნური ოციტი და ხელოვნური ემბრიონი. და ასევე კანის უჯრედიდან გამოყვეს ისე რომ სპერმატოზოიდი შეიქმნას
წარმოიდგინეთ, ხო? კანის უჯრედიდან თუ სპერმატოზოიდ შექმნი და ჰაპლოიდურს გახდი ამ რიცხვს, მისი ქრომოსომების, ეხლა ელოდებიან როგორი განაყოფიერების უნარი ექნება და შეძლებს თუ არა ამ ყველაფერს. როდის იქნება? გენური ინჟინერია ძალიან მალე ალბათ, რადგან ხელოვნური ემბრიონი უკვე არსებობს, ახლა წარმოიდგინეთ, რომ კანის უჯრედიდან გამოიყო უკვე ეს უჯრედი, შესაბამისად ალბათ იმასაც შევძლებთ ცოტა ხანში. 1-3-4 წლის წინ საერთოდ ღეროვანი უჯრედებზე არ ვსაუბრობდი რეპროდუქტოლოგიაში, დღეს ვსაუბრობთ, რომ უკვე ბავშვი დაიბადა ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგად მამაკაცებში, სადაც იყო კრიპტოზოოსპერმია, ანუ ერთეული სპერმატოზოიდი იყო, მერე მივიღე 20,000. შესაბამისად, ამ ადამიანს დღეს შვილი ყავს, რომელიც, ანუ იმ პერიოდში 3-4, იმიტომ განაყოფიერება აქვს მას გაკეთებული, არც ერთი ემბრიონი არასოდეს არ შექმნილა, დღეს მას პატარა ქეთო ყავს. ანუ შესაბამისად, ანუ იმდენად სწრაფად ვითარდება დღეს უკვე, ანუ ერთი თვია რაც დავამონტაჟეთ, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ირჩევს სპერმატოზოიდს, ირჩევს კვერცხუჯრედს, მე ირჩევს ემბრიონს და ანუ საერთოდ სრულად წარმოიდგინეთ, რომ მოიცვა ის, რომ იმას ნანახი აქვს ყველანაირი მორფოლოგიის სპერმატოზოიდი, ხო წარმოიდგინეთ, რამდენი 1000 აქვს მას ნანახი და ამ ხელოვნური ინტელექტი, ხო, ინტელექტია და ეს რა სპეციალური სოფტია? სპეციალური ის არის, ანუ პროგრამა ვიყიდეთ და დავამონტაჟეთ ეს მიკროსკოპებში, ანუ მიკროსკოპში უყურებთ პირდაპირ მიკროსკოპი გვაჩვენებს, ჩვენ რა თქმა უნდა კრიტერიუმები ყველაფერი შევიყვანეთ და მიგიყვანს იქამდე რომელიც საუკეთესო წარმოიდგინეთ, რომ და აირჩევ იმას, რომელიც არის. მერე უკვე ემბრიონს გარჩევინებს, რომელშიც უნდა საუკეთესო გენეტიკა იყოს და ასე შემდეგ და ანუ ძალიან ბევრ რაღაცას გიათვილებს. იმიტომ რომ ნუ შეიძლება დაიღალეთ, შეიძლება თვალი დაგეღალათ, ისე ვერ დაინახეთ. ხელოვნური ინტელექტი არ იღლება, ის არასდროს თვითონ აკეთებს, ანუ გეუბნება რა აირჩიო და არც ანუ შეცდომის რისკი ბევრად აკლებია. შეცდომის რისკი არის მინიმალური პრაქტიკულად. რას ვეტყოდით პაციენტებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ, გაიკეთონ თუ არა ინვიტრო და ორი კითხვას ერთად დაგისვათ, ეს ერთი კითხვა და მეორე, რომ აი თქვენთან მოვიდნენ და თქვენთან გაიკეთან. ზოგადად არ მიყვარს რომ მოდით ჩემთან თქვა, არასოდეს ამის თქვა, იმიტომ რომ ეს პაციენტის გადასაწყვეტია, არასდროს არ ვეუბნები სადღაც საათი მაგალითად სამშობიაროში, იმიტომ რომ ექიმი საარჩევა ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ადამიანისთვის. შეიძლება ერთი ადამიანისთვის აბსოლუტურად მისაღები იყოს და მეორე ადამიანისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ რომ ყველა ჩვენი რეალობა გვაქვს, არავინ არ არის ერთნაირი, ორი HL-აც ტუბებსაც კი არა აქვს ერთნაირი, ჰისტოსპეციფიური მოლეკულა და აბსოლუტურად ყველა რეალობა ერთ და იგივე არ არის, ანუ ეხლა მე რო ვხედავთ ეხლა და ვსაუბრობთ, ერთი რეალობა მაქვს, სხვა რო გვიყურებს აბსოლუტურად სხვა რეალობას ხედავს და სიმართლეს ინამდვილე ყველაფერი ძალიან არ არის ძალსახა. შესაბამისად, ნახეთ, რატომ უნდა გაიკეთოს იმიტრო განაყოფიერება? ნამდვილად ვეტყვი, რატომ უნდა გაიკეთოს. დღევანდელ დღეს ჩემთან ძალიან ბევრი პაციენტი მოდის და ძალიან მინდა რომ მათ დავეხმარო და უბრალოდ საშუალება არ მაქვს, იმიტომ რომ მათ უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ. და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც გავა ის 1 წელი ან 2 წელი, როდესაც არ ვრჩებით ორსულად ან არ ვიღებთ ორსულობას, ან თუნდაც თვითნებითი აბორტებით თავდება ჩვენი ორსულობა და ჩვენ მაინც არ გვყავს შვილი. აუცილებლად მაქსიმალურად ჩართეთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია. იცით რატო? რაც უფრო ადრე ჩართავთ, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ. და ერთხელ ერთმა ქალბატონმა მითხრა, ქალბატონინო, თქვენო გვაკნინებთო ქალბატონებსო და სულ ამბობთ, რომ აი ქალბატონს აქვს ასაკი. იცით რატო ამბობ? მამაკაცის უშვილობის გამო ძალიან ბევრი ქალბატონი თავის საკუთარ რეპროდუქციულ ფუნქციას კარგავს. როცა არის მამაკაცის უშვილობა, მამაკაცები ერთიც არის სპერმატოზოიდითაც მთელი ცხოვრების მანძილზე გააჩენენ შვილს. და ქალი, რომელსაც რეპროდუქციული ფუნქციის დრო აქვს, შეამოწმოს თავის ფუნქცია, თუ მას დრო აქვს იმისთვის, რომ გააჩინოს შვილი, შეინახოს მაშინ თავის კვერცხუჯრედი და დაელოდოს ბატონო, ბუნებრივად გააჩენს თუ არა ის ბავშვს და მერე უკვე 45, 48, 49 წლის ასაკში არ მოვიდეს და არ გითხრას, რომ მას უნდა საკუთარი ბიოლოგიური შვილის გაჩენა, რადგან დღეს უკვე მე მაქვს საშუალება, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მივიღო მამაკაცთან და დღეს ის მამაკაცები მაინც შვილს აჩენენ, მაგრამ ქალს უკვე სჭირდება დონაცია. ამიტომ, რაც უფრო ადრე მივმართავ დავხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ და არ დააგვიანოთ არასდროს, იმიტომ ძალიან ბევრი პაციენტი მოდის და უბრალოდ გვიან არის. უბრალოდ გვიან გადაწყვეტეს მათ ინვიტრო გაეკეთებინათ. ხშირად ამბობენ, იცით, არ მითხრა ექიმმა, არ მითხრა რეკომენდაცია. არ ვეთანხმები. ხშირად უთხრეს ალბათ. ბევრმა ადამიანმა შეიძლება გირჩიოთ, მაგრამ თუ თქვენ არ მიხვედით აქამდე, ანუ ესეც ადამიანის თემაა. სანამ არ მივათ ვიჩვენოთ. რატო არ მიდიან ხოლმე? აი რა არის მთავარი ბარიერი თქვენი?
აზრით ან თქვენი ალბათ გამოცდილებით. არის ის რომ ინფორმაციის დღევანდელ დღეს თქვენი საშუალებით თუნდაც ძალიან ბევრი ადამიანმა მითხრა რომ გიყურეთ და მოგისმინეთ და მოვედი. იცით? და ინფორმაციის მე ვთვლი რომ ინფორმაცია არა, თვითონ ხომ არ არის რაღაცა შინაგანი განწყობა, ფსიქოლოგიური ძალიან მომენტი, ბევრი აი არის ის რას ნიშნავს. აი თუნდაც სუროგატი დედა როს დედა არ არის და იმას შვილს არ ართმევენ არიციან. დონაციის შემთხვევაში მე მაგალითად არ მიმაჩნია დონაცია კატასტროფად იქიდან გამომდინარე რომ ხალი დედობა არ მიმაჩნია კვერცხუჯრედად. დედობა არის შენს სხეულში გაზარდო შვილი. შესაბამისად შენ აძლევს სიცოცხლეს, ახალ სიცოცხლეს. ანუ მით უმეტეს ეს არ არის სუროგაცია, იმიტომ რომ შენ აძლევ ამ სიცოცხლეს შენი საკუთარი მეუღლისთვის, ანუ ადამიანისთვის, რომელიც აირჩია რომ მასთან ცხოვრება გაატარო. არ მესმის რატომ შეიძლება თქვა არა და რატომ შეიძლება ჩათვალო რომ უშვილობა ჯობია. არ მესმის. აქედან გამომდინარე, როცა გვაქვს საშუალება, რომ რა თქმა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ბიოლოგიური მასალა, ყოველთვის ყველამ უნდა გამოიყენოს საკუთარი ბიოლოგიური მასალა, მაგრამ ძალიან ბევრი პაციენტი არსებობს, რომელსაც ისეთი გენეტიკური პრობლემები აქვს, რომლებსაც შეიძლება ჯანმრთელი შვილი უბრალოდ არ გამოსდეთ. 2.5% არის გაურკვეველი ეტიოლოგიის უშვილობა. რომელიც პრაქტიკულად აი შეიძლება ემბრიონი არ მიდიოდეს მეხუთე დღემდე, იმიტომ რომ იქ ისეთი ოპერაციები აქვს, რომელიც არ გამოსდით რაღაც. ანუ არ შეიძლება ამაზე ვთქვათ არა და არ გავხდეთ მშობლები, იმიტომ რომ ამის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ინვიტრო განაყოფიერება გვაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას იმისა, რომ ჩვენ გავხდეთ მშობლები. ამიტომ მაქსიმალურად ყველამ უნდა გადახედოს საკუთარ ისტორიას. არ იწვალოს ძალიან ბევრი, ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ ფინანსები არ გქონდა და ამიტომ ვერ ვიკეთებდით, ხო? იცით, რამდენი ფინანსი აქვს დახარჯული იმაში, რაც არ ჭირდებოდათ? უამრავი. რატომ? იმიტომ, რომ ინვიტრო არ გაეკეთებინათ. ყველაფერი გააკეთებინათ. ლაპარასკოპია ერთხელ 5-ჯერ 8-ჯერ. გამიგიეთ. აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ და ქალბატონებს ვეუბნები ყოველთვის ქალბატონებო გაითვალისწინებთ ჩვენ და გავხდეთ აუცილებლად დედები. ამიტომ გავხდეთ დედები დროულად და არ ვინერვიულოთ, იმიტომ რომ სტრესი ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ მე ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნას. ქალბატონინა. დიახ. გაყინულ კვერცხუჯრედს რო შეეძლო საუბარი. და მე უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს. საინტერესოა. არ მიფიქრე თქვენი აზრით მასე არასოდეს. თქვენი აზრით ჯერ გაყინული რა სიტყვა და მე უკვე განაყოფიერებულ. საერთოდ ნუ კვერცხუჯრედიც ისევე როგორც ქალი ალბათ ბრანჭია, ხო? შესაბამისად წარმოიდგინეთ, ის მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს თავის ახალგაზრდობას. ამიტომ წარმოიდგინეთ 20 წლის ასაკში რო კვერცხუჯრედს გაყინავთ და მე გამოყინავთ, ის ისე 20 წლის არის. თუმცა მისი მომცები ქალბატონი შეიძლება 50-ის იყოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან კმაყოფილი იქნება იმით, რომ მას შეუნარჩუნდა ახალგაზრდობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყოველთვის აზოტთან როცა გვაქვს ურთიერთობა, სულ ამოვხდა ჩვენ აზოტში ვინახებით. ამიტომ შესაბამისად, გაყინვა, კრიოპრეზერვაცია მით უმეტეს ეს მაგალითად ბევრი ონკოლოგიური პაციენტისთვის ძალიან დიდი შვებაა და ონკოლოგია დღეს განაჩენი რომ აღარ არის. აი ეს განაჩენი რომ აღარ არის, მნიშვნელოვანია იმ ხალხისთვის, იმიტომ რომ ისინი შემდგომ უკვე მოდიან და აჩენენ თავის ბიოლოგიური მასალით შვილებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კვერცხუჯრედს საუბარი შეეძლოს, ის ყოველთვის ბრანჭია იქნება, როცა არ უნდა იყოს და რაც უფრო ადრე მოვახდენთ მის კრიოპრეზერვაციას, მით უფრო უკეთესი იქნება. მაყოფილი იქნება, უფრო ყოველთვის ახალგაზრდა იქნება. მადლობას ციტავთ. კი, ნამდვილად. და განაყოფიერებულს რაც შეეხება ემბრიონზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, ეს უკვე არის ბავშვი. ნახეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს, რომ თქვენ შეიძლება ერთხელ გაიგეთოთ ინვიტრო განაყოფიერება და გააჩინოთ 4 შვილი ან 5. ძალიან მაგარია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ერთი სტიმულაციით მივიღოთ იმაზე მეტი კვერცხუჯრედი, ვიდრე ნორმაში ჩვენ გვაქვს, ხო? ჩვენ დაახლოებით 20 კვერცხუჯრედს კარგავთ ყოველთვიურად. როცა არ ხდება განაყოფიერება, უბრალოდ ოვულაცია ხდება, იმიტომ რომ ის ერთი რომ მომწიფდეს, ის 20 იღუპება ამისთვის. ჩვენ ვატყუებთ ჩვენს ორგანიზმს და რეალურად სტიმულაციის დროს ყველას ვამწიფებთ, რომელიც არის და კვერცხუჯრედს ვიღებთ ყველასთან. რა თქმა უნდა, ყველა არ იქნება საუკეთესო ხარისხის და ყველა არ იქნება საუკეთესო გენეტიკის, მაგრამ ის რაც მიიღება და შემდგომ ემბრიონებს ყინავთ, ხო? შეიძლება რომ ყველა დაიბადოს. მე მაგალითად ვყავს პირადად ადამიანი, რომელმაც 10 წლის წინ გააჩინა შვილი, პირველი, მაშინ გაყინული ემბრიონებიდან
მათ რომ საუბარი შეეძლოთ, ძალიან საყვარელი. მეორე შვილი არის 7 წლის. ოჰო. და მესამე ახლა დაიბადა. მაგრამ ისინი ზუსტად ერთი და იგივე დროს არიან გაყინული. რა მაგარია. შესაბამისად, ანუ ერთხელ გააკეთე. ნამდვილად. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან ბევრ პრობლემას უწყვეტავს და ვფიქრობ, რომ ის პროცენტი 15%, რომელიც არის მსოფლიოში უნაყოფობის, ხო? პრაქტიკულად ალბათ ამ 15%-დან მე ვფიქრობ, დაახლოებით 13% დაკმაყოფილებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ნუ ყველას რა თქმა უნდა, იმიტომ განაყოფიერება არ სჭირდება, მაგრამ იმ 7%-ს მაინც, აი ნახევარს ვისაც სჭირდება, პრაქტიკულად დღევანდელ დღეს მიაღწია იმას, რომ ალბათ უმრავლესობას შვილი ყავს. ეს იქნება დონაციით, ეს იქნება. მე არ ვთვლი, რომ რომელიმე დამხმარე ტექნოლოგია არ არის მისაღები, იმიტომ რომ დღეს მყავდა 22 წლის პაციენტი, რომელსაც საშვილოსნო დაკარგა მშობიარობის დროს ასევე დაიღუპა ბავშვი, რატომ არ უნდა ყავდეს მას თავისი ბიოლოგიური შვილი, მე მაგალითად არ მესმის აქედან გამომდინარე, სუროგაცია ეს ძალიან დიდი რამ არის, რაც ამ ადამიანისთვის და დღეს მას შვილი ყავს. და აქედან ასევე როკიტანსკის სინდრომი, გენეტიკური პათოლოგია, რომელსაც დროსაც არ აქვთ მათ საშვილოსნო, მაგრამ აქვთ საკვერცხე, აქვთ თავიანთი ბიოლოგიური მასალის მიღების საშუალება, ასევე უნდა ყავდეს შვილი. ამიტომ ძალიან ბევრ პრობლემას წყვეტ დამხმარე ტექნოლოგიებით, როგორც მაგალითად დღევანდელ დღეს თუ ინფარქტი იყო პირველ ადგილზე რეალურად სიკვდილობის თვალსაზრისით, ხო, გულის პათოლოგია. დღეს აღარ არის, რატომ? კარდიოქირურგია გავითარდა, პრაქტიკულად ადამიანებს მეორე სიცოცხლის შანსი ეძლებათ. აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის დაიღუპება ინფარქტით და ხო? ვინც ამას ყველაფერს მიყვება ახალ ტექნოლოგიას სიახლეებს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიხანგძლива ადამიანებს სიცოცხლე. ანუ დღევანდელ დღეს მე რო ვიგებ, რომ ადამიანს გარდაიცვალა 80 წლის, ვთვლი, რომ ძალიან ახალგაზრდაა. თუმცა ალბათ მაშინ, როცა მე ვიყავი პატარა, მაშინ ვთვლი, რომ 40 წლისაც მოხუცი იყო. აქედან გამომდინარე, დღევანდელ დღეს იმდენად გაიზარდა ასაკი, რომ ალბათ 120 წლის გავხდებით მალე და ვიფიქრებთ, რომ ჯერ კიდევ ადრეა რომ გარდავიცვალოთ. კი, მე მგონი, რომ თან ყველაფერი წინ არის. იმიტომ რომ მედიცინა იმდენად განვითარდა და დღევანდელ დღეს ტექნოლოგიები სულ ვითარდება და ვითარდება და ამიტომ ძალიან ფიქრობდი, ჩემ მეგობარი, რომელიც ცოცხალი აღარ არის, ხო, დატოვებული აქვს თავისი კვერცხუჯრედი გაყინული და აი რაღაცა სიცოცხლეს აგრძელებს აშკარად, ხო, აქაც რამდენად საინტერესო ფაქტია, რომ თვითონ აღარ არის და აქ მისი რაღაცა ჯერ კიდე ცოცხალია. საერთოდ ეს დაშვებულია ჩვენთან, რომ ანუ ის ადამიანი თუ მას უნდოდა რომ ის შვილი დაბადებულიყო, ესეც მოხდეს და დაუშვათ დაიბადოს, თუმცა ამ შემთხვევაში რაღაცები არის, რომ ეთიკური მომენტიც ალბათ არის, ხომ? ანუ მას აქვს თანხმობა გაცადებული, რომ მე მყავს ახლა პაციენტი, რომელსაც მაგალითად ეს ევროპის ქვეყნებში აკრძალულია ეთიკური თვალსაზრისით, რომ ბავშვი რო დაიბადება, ნუ არ იყოს. მე მყავს გერმანელი წყვილი, რომელსაც ესე იგი დატოვებული ქონდა ბიოლოგიური მასალა, რომელმაც იმკურნალა, ნუ ვერ გადაიტანა ქიმიოთერაპია ისე როგორც იყო, მეოთხე სტადია იყო იქ და ტერმინალურ სტადიაში იყო. შესაბამისად ამ ქალმა დაკარგა მეუღლე, მაგრამ ნუ იქ ვინაიდან აკრძალული იყო, ჩამოიტანა ბიოლოგიური მასალა საქართველოში. დღეს ფანტასტიკური ბავშვი ყავს, რომელმაც გააგრძელა სიცოცხლე მისი და თქვა, რომ მე პრაქტიკულად მეუღლე დავკარგე, მაგრამ იმდენად დიდი რამ გავაკეთე, რომ მისი სიცოცხლე გავაგრძელე საკუთარ სხეულში, რომ არის ძალიან ბედნიერი ქალბატონი, რომელმაც გააჩინა შვილი, ფანტასტიკური ბავშვია და ანუ რა ვიცი, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამაში მივიღეთ და რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო, რომ ადამიანი აღარ არსებობს და მისგან შეგიძლიათ ანუ რო ვასაუბროთ, ხო? ხო, რო ვასაუბროთ. ისინი მთელი ცხოვრება აგრძელებენ და ალბათ მთელი ცხოვრება მადლიერებიც იქნებიან იმ სიცოცხლისთვის. ნამდვილად. კი, სასწაულია. ნამდვილად სასწაულია, კი. სასწაულ საქმეში ხართ. მე რო ჩავერთო ისევ კითხვებით, ესეთი კითხვით მოვალ თქვენთან. ეხლა თქვენს კლინიკაში რა მომსახურებას მიიღებს პაციენტი? აი რა სრული პაკეტი აქვს? მოუწევს თუ არა სხვაგან წასვლა, გადამისამართება და ამ შემდეგ თუ სრულ
მომსახურებას და სერვისს მიიღებს. სრული სერვისი აბსოლუტურად, ანუ კლინიკაში, ანუ ურთიერთობა გვაქვს ძალიან ბევრ კლინიკასთან უცხოეთში. ჩვენ ვართ ისრაელის ჯანდაცვის მიერ აკრედიტებული კლინიკა, შესაბამისად ჩვენგან შეიძლება ბიოლოგიური მასალა გავიდეს როგორც ისრაელში, ასევე გავიდეს ავსტრალიაში და გავიდეს FDA-ც გვაქვს ამერიკაში. შესაბამისად მუშაობთ ბანკებთანაც, ასევე დონაციის ბანკებთანაც და ყველა ტიპის გამოკვლევის ჩატარების უნარი გვაქვს, რომელიც საქართველოში არ კეთდება. ანუ მუტაციების მტარებლობის სკრინინგზე თუ საუბრობთ, ასევე მუტაციების მტარებლობის სკრინინგი, ციტოგენეტიკას საქართველოში ძალიან კარგად კეთდება და ვასრულებთ ამასაც. ყველა გენეტიკური კვლევის ჩატარება შეგვიძლია. ასევე პრაქტიკულად ჩვენ 95% ალბათ თუ შესაძლებლობა გვაქვს გენეტიკურ კვლევას უტარებთ ემბრიონს და ისე ვაკეთებთ გადატანას, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მინიმალური რაოდენობით გადატანა გქონდეს და მაქსიმალური რაოდენობით ორსული ყავდეს, რადგან რეალურად რო გითხრათ, შეიძლება იყოს საუკეთესო მორფოლოგიის ემბრიონი, რომელიც ისაუბრებს ძალიან კარგად, მაგრამ შეიძლება მას გქონდეს ისეთი პრობლემა, რომელიც არ არის სიცოცხლესთან შეთავსებადი, ან არის შეთავსებადი, მაგრამ არის პათოლოგია. რეალურად ინვიტრო განაყოფიერებით ასეთი ბავშვები არ იბადება, ან არ ორსულდება ესეთი ქალი, ან წყდება ორსულობა. 12 კვირამდე შესაბამისად, ანუ რატო უნდა იწვალოს ქალმა და იფიქროს, რომ რაღაცა არ გამოუვიდა, როცა შესაძლებელია ემბრიონში იყოს მისი პრობლემა. ასევე არსებობს ერატესტიც, რომელიც ასევე გვეუბნება, რომელ დროს უნდა გადაიტანოთ მასთან, რომ იმპლანტაციური ფანჯარა იყოს გახსნილი, თუმცა ერატესტზე ძალიან ხშირად ორაზროვანი საუბრები არსებობს ხოლმე, რომ გჭირდება თუ არ გჭირდება. იცით რა, 80% ეს ერატესტი არ სჭირდება, მაგრამ ვისაც სჭირდება, მისთვის აუცილებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არასდროს პირველსავე ეტაპზე არ უკეთებთ ერატესტს, მაგრამ თუ მაგალითად პაციენტს რამოდენიმე გადატანა აქვს გაკეთებული, მაინც არ დაორსულდა გენეტიკურად ჯანმრთელი ემბრიონით, აუცილებლად უნდა გავიგოთ რა დროს უნდა გადავიტანოთ მასთან ემბრიონი, რადგან ის შეიძლება არ იყოს სტანდარტული ქალბატონი და მას გქონდეს 12 საათით ადრე ან 12 საათით გვიან გადატანის დღე. ამიტომ ესეც უნდა იცოდეს პაციენტმა და რეალურად რო გითხრათ, აბსოლუტურად ყველა სერვისის მიღება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს თვითონ ლაბორატორია, ციტოს ლაბორატორიასთან მუშაობ პირადად, აუთსორსზე მაქვს, იმიტომ რომ ვთვლილო ლაბორატორია ერთ-ერთი აი ეს 15199 სტანდარტით უნდა მუშაობდეს და მე ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ლაბორატორიული საქმე, აქედან გამომდინარე, მე იმ კომპანიებთან ერთად რომელთანაც მუშაობთ უცხოეთშიც, ისინიც ითხოვენ ამ 15199-ს. 15199-ს მიღება არც ისეთი მარტივი არის, მინდა გითხრათ, ლაბორატორიულ სფეროში მით უმეტეს ყველა ბიოქიმია კეთდება თუ ასე შემდეგ, ყველა ჰორმონალური სპექტრი. შესაბამისად, მე მირჩევნია ვიმუშაო ისეთ ლაბორატორიასთან, რომელიც პასუხისმგებელია იმ პასუხზე, რომელსაც და დიდი ექსპერტიზა და გამოცდილება. კი, აბსოლუტურად. გარე კონტროლი აქვთ მათ, ასე რომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საუკეთესო ხარისხის ანალიზი მომაწოდონ. მე აბსოლუტურად ამაში ვარ გაშლილად, ანუ ყველასთან, იქიდან გამომდინარე, პაციენტი არც არ მიდის. თვითონ მოდის ლაბორატორია, მიაქვს და აბსოლუტურად ყველაფერს ასრულებს. რა იმის გადამოწმება მჭირდება, არანაირი პრობლემა არ მაქვს და შესაბამისად მე ვიცი, ვის ვენდობი და შესაბამისად აქედან გამომდინარე. მე ასე ვფიქრობ, რომ ყველაფერი არ უნდა აკეთოს, ანუ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც ყველაფერი ჩიკები. ერთი ეს კითხვა მაქვს ტექნოლოგიური. აი, კვერცხუჯრედის გაყინვა ან ემბრიონის გაყინვა. ამას აკეთებს თქვენ და თვითონ შენახვაც ხდება თქვენთან ან ინფრასტრუქტურაში და აი მანდ მაქვს კითხვა რომ აი როგორ დონეზე არის ეს მოწესრიგებული, იმიტომ შეიძლება ხა დილეტანტური კითხვა, მაგრამ ხომ არ არის რაიმე რისკები და ამ რისკებს როგორ აზღვევთ, თვითონ ტექნოლოგიურად როგორ ხდება ამის შენახვა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ალბათ ეს არის ხო, მაღალი აზოტი, ამიტომ ესე გინახეთ თქვენ ჩვენ გვაქვს რეალურად, როცა მივიღეთ თვითონ ეს აკრედიტაცია, იქ იყოს სპეციალური ყველაფერი ხარისხისთვის გათვალისწინებული, რა უნდა იყოს, ანუ სისტემა, რომელიც ყვირის რაღაცა და ტემპერატურამ დაიკლო, ყველაფერი კომპიუტერიზირებული არის აბსოლუტურად, ბანკი, ანუ ინახება -190 გრადუსზე, აზოტის რაოდენობა მოტანილი, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ანუ -190 გრადუსია აზოტში, თხევადი აზოტია, განსხვავებია ის, რომ ჩვენ საქართველოში სხვა სომხეთში არ არის აზოტის ქარხანა და საქართველოსდან მიაქვთ წარმოიდგინეთ რამხელა ის არის ხო ანუ მე ძალიან მიჭირს ახლა რომ უყურებ და
ჩვენთან აზოტის ქარხანა არსებობს და შესაბამისად არანაირი პრობლემა ამისი არ აქვს. დღევანდელი აზოტი ყოველთვის გვაქვს, დიდი ცისტერნებით გვაქვს. ჩვენ უკვე მოგვაქვს სატრანსპორტო და მე აბსოლუტურად ყველაფერი ივსება. ამაზე ტექნიკური სამსახური არსებობს, რომელიც აკეთებს ნახულობს არის ხო სერვისაც უწევს რა ჩვეულებრივად. ასევე სერვისები, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, როცა ესეთი ლაბორატორიები გვაქვს და ესეთი ტექნოლოგია გვაქვს, ჩვენ ყავს უკვე ტექნიკური პერსონალი, რომელიც ამოწმებს ამას ყოველ კვირაში და კიდევ ერთხელ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ მე თვითონ, ანუ ვიცით რა ხანდახან გგონია, რომ რაღაცა მიაღწიე საუკეთესო დონეს და всё არაფერი არ გჭირდება, ხო? მე თვითონ ვარ ძალიან კრიტიკული და ვთვლი რომ როდესაც რაღაცაზე ვფიქრობთ რომ ძალიან მაგრები ვართ, ეს არის ყველაზე რთული. ყველაზე სახიფათოა, იმიტომ რომ თუ ჩათვალე რომ შენ ყველაზე მაგარი ხარ და შენ ყველაზე საუკეთესო ხარ, აი მანდ იწყება პრობლემა. ამიტომ მე პირადად ესე იგი ყოველ 2 თვეში ერთხელ მოდის აუდიტი, უცხოელი ჩამოდის და ამოწმებს ჩემ ლაბორატორიას აუცილებლად და მეუბნება რამე ხომ არ არის ჩემთან შესაძლებელი, აკვირდება მთელ სამუშაოს, ანუ რაც ალბათ იაფი არ ჯდება და ძალიან ძვირია, ეს აუთსორსზე მიდის. დღეს მე ესპანეთის ივის კლინიკის წარმომადგენელი მიმოწმებს ამ ყველაფერს. ანუ შესაბამისად ჩამოდის, მოდის ლაბორატორიაში უყურებს ჩემს ყველა ემბრიოლოგს როგორ მუშაობს და რა არის პროცესს საკვირდება სრულად ვის რა უჭირს იმას მეუბნება აუცილებლად და ანუ მე საერთოდ არ ვნერვიულობ კი ბატონო რაღაც რისკი ანუ ჰაერსაც კი ნებისმიერ იმას აბსოლუტურად ყველანაირ და მე მიწერს რა მჭირდება თუ არ მჭირდება რაღაცა გამოსასწორებელი ხომ არ მაქვს ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სტანდარტიზაცია სამუშაო სტანდარტიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ მე ვიცი ეს და ეს ესე უნდა ვიმუშაო. არა, ჩვენ გვაქვს შიდა სტანდარტი, რომელსაც ემორჩილება აბსოლუტურად ყველა. არ არსებობს ადამიანი, ანუ მე ნახეთ, მე თქვენთან ერთად მინდა ახლა გადავიტანო და მე მინდა რომ შენ იყო ჩემი ემბრიოლოგი, არ არსებობს. ყველა ადამიანი ასრულებს ზუსტად ერთნაირი ტექნოლოგიით ყველაფერს აბსოლუტურად და მე არჩევანი გაიდლაინებით საერთოდ არ მჭირდება, კი. ზუსტად იცის რა უნდა გააკეთო და ზუსტად ერთნაირად მუშაობ. ცუდი ნათქვამია, მაგრამ ხო, ანუ ერთგვარად გამოდის, რომ ჩვენ ესეთი სტანდარტიზაცია რომ მივიღოთ ადამიანები რაღაც მომის უნდა გავარობოტოთ, ხო? და მე მგონია რომ ეს სწორია. იმიტომ რომ სხვანაირად ალბათ არ გამოვა იმ სტანდარტის დაჭერა რაც აუცილებელია მით უმეტეს ამ სფეროში, იმიტომ რომ სიცოცხლე იქმნება პრაქტიკულად, ხო? ანუ ამაზე რთული ტექნოლოგიური რაღაც მე არ მგონია, თან მნიშვნელოვანი ის დავარ. კი, ნამდვილად, იცით, ამ გარობოტებას ვერ დავარქმევდი, თუმცა რობოტი უკვე შექმნილია, რომელიც ამ ყველაფერს აწარმოებს, თქვით, ხო? და შესაბამისად, ნამდვილად ადამიანს ვერასდროს ვერ შეცვლის ვერც ერთი რობოტი, იმიტომ რომ იმ ადამიანმა იცის რა უნდა არჩიოს და შეიძლება იმ რობოტსაც, იმ განკარგულებასაც ადამიანი აძლევს, ხო? სწორი მიმართულება უნდა მისცე რობოტს, არ არსებობს რობოტმა იმუშაოს თავისით და ყველაფერს მიხვდეს თვითონ. მაგრამ ნახეთ როგორ არის რეალურად, როცა ადამიანები ირჩევენ რაღაცას, ჩვენ მივედით იმ სტანდარტზე, რომ ვართ მაღალი ხარისხი, ხო? ეს ხარისხი მოგწონს, რაც გვაქვს და გვიჭირავს. მაშინ ვინც არ უნდა მოვიდეს თქვენთან, თქვენ უნდა გაზარდოთ იმ სტანდარტით, და სტანდარტსაც აკმაყოფილებთ. ჩვენთანაც ახლა 9 ემბრიოლოგია დაახლოებით და ამ 9 ემბრიოლოგიიდან არის 5 ემბრიოლოგი, რომელიც სრულფასოვნად მუშაობს ყველა აბსოლუტურად თემას. დანარჩენები ეხმარებიან, მაგრამ აი ეს ახალგაზრდებით, ვინც არიან, ზრდით ისე, რომ იმათმაც იმუშაონ იმ სტანდარტით, რა სტანდარტზეც არის. იმიტომ რომ ხელი არ არის მთავარი, აქ არის ასევე ცოდნა და რა თქმა უნდა, ყველა ის დაუშვათ манипуляცია უნდა სრულდებოდეს ტექნიკურად კარგად და არ უნდა კონდეს ექიმს იმის დაუშვათ პრობლემა რომ მე თუ სხვა ემბრიოლოგთან ერთად დავჯექი შეიძლება შედეგი არ მქონდეს კარგი. აბსოლუტურად ყველასთან გვაქვს ერთნაირი შედეგი. ეს მნიშვნელოვანია და კიდევ შიდა სტანდარტით მუშაობთ ასევე პროტოკოლებზე, რომელიც ექიმს აქვს, იმიტომ რომ ნახეთ, ერთხელ ვცადეთ, ორჯერ ვცადეთ, რაღაცა არ გამოგვივიდა. აუცილებლად გვაქვს კონსილიუმი. აუცილებლად ვითვალისწინებთ ამ ადამიანს რა პრობლემა შეიძლება ქონდეს და რა შეიძლება იყოს მისთვის საჭირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს ეს კონსილიუმის თემა დაიკარგა საერთოდ. ეხლა ყავდა ზუსტად პაციენტი, რომელთანაც თირკმლის გადანერგვა გაკეთებული და უნდა არჩევანი გაგვეკეთებინა ზოგადად. უნდა დაორსულდეს ეს პაციენტი თუ სუროგაციაზე უნდა წავიდეს. აბსოლუტურად ყველა სფეროს ექიმი იყო. ვისთან გენეტიკოსიც
იყო ნეფროლოგიც, ანუ მან ვინც გაუკეთა ეს ოპერაცია და ჩვენ ერთად პაციენტთან ერთად ვისხედით, ზოგი ონლაინ ჩაერთვა, ზოგი ჩვენთან ერთად იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კი. და იცით რა არის, იმიტომ რომ დედის თირკმელი აქვს ამ გოგონას მაგალითად და ანუ შესაბამისად იმ თირკმასაც ხო თავის ასაკი აქვს. ეს ქალი დღეს სიცოცხლეა ჩუქა თირკმის გადანერგვით, ხო? მაგრამ გადანერგვა ყოველთვის არის სუპრესია. ამიტომ არ გვინდა რომ რეციდივი გამოვიდეს. და რისკი ხო რატო? თავისუფლად შეუძლია მას რისკის და მიუხედავად, აბსოლუტურად დავრთეთნება და სტიმულაცია ჩაიტარო საკუთარი ბიოლოგიური მასალით გააჩინოს შვილი, კი ბატონო, მაგრამ ჯობია, რა თქმა უნდა, შეუძლია გარისკოს და დაორსულდეს. მაგრამ მე მაგალითად პირადად ესეც მიმაჩნია, რომ ჩემთვის ის არის პაციენტი და არა მისი მომავალი შვილი. და მე ვთვლი, რომ რისკები და სარგებელი რო გაითვალისწინოთ, აუცილებლად იმ ბავშვს სჭირდება დედა, რომელიც არ იქნება მე ისე თირკმელ გადასანერგი ხო და რაღაც პრობლემიანი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ და ძალიან კარგად გაიგო პაციენტმა, მისთვის იყო აბსოლუტურად მისაღები ეს ყველაფერი. ძალიან კარგი გამოგვივიდა თვითონ ეს შეკრება. თვითონ ექიმები ძალიან კვაყოფილები დარჩნენ, რადგან აი ბევრი სფეროს ექიმი აღარ იკრიბება ერთად, აღარ შედან ერთად, ყველამ ყველაფერი ვიცით. ყველაფერს ნიშნავს, ანუ არ შეიძლება ყველამ ყველაფერი იცოდეს მართლა. ჩვენს ყავს, ანუ იცით რა, ჩვენმა ექიმებაც იციან თრომბოფილიის მართვა, მაგრამ ყოველთვის ყველა პაციენტი მიდის და იტოვებს ჰემატოლოგთან აუცილებლად კონსულტაციას. მე ვთვლი, რომ ყველა სფეროს ექიმმა გაცილებით უფრო მეტი იცის, ვიდრე სხვა სფეროს ექიმმა, რომელმაც უბრალოდ შეისწავლა ის სფერო რაღაც თავის სფეროში. აქედან გამომდინარე, ყველა, როდესაც მუშაობს თავისი სფეროს კარგი პროფესიონალია და გუნდური მუშაობა არის კარგად მიჩნეული და გუნდურად კარგად გამოგდის რაღაცა, აუცილებლად მიაღწევ ძალიან კარგ წარმატებას. ამიტომ ჩვენ პაციენტის სამსახურში ვართ და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ამბიცია არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის პაციენტია და ის რომ მე ყველაფერზე ვიცი ვთქვა, როცა იტყვი არ ვიცის რაღაცაზე, გაცილებით უფრო მეტს ისწავლი, ვიდრე როცა ამბობ რომ ვიცი. ყველაფერი ვიცი. ხო, ყველაფერი ვიცი, ვისაც უთქვამს, ალბათ ყველაფერი არ იცი. გასაგები. თათა, წავიდეთ ალბათ დასკვნითი ნაწილისკენ. გადავიდეთ. და ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება მანამდე, ღვინო ახსენეთ და მინდა რომ ესეთი სომელიეს კურსები გაიარეთ. რატო გავიარე იმასაც? რატო და მაინტერესებს ასევე აი ღვინის სიყვარული საიდან წამოვიდა და რომელი ღვინო უფრო აი ესე ძალიან მოკლედ რომ გეტყვით ერთ რამეს, პირიქით, სასმელი საერთოდ არ მიყვარს, არ მომწონს. და შესაბამისად, ანუ ჩავთვალე რომ ნუ სადაც არ უნდა მოხვდეთ, სასმელს ყოველთვის გთავაზობ. ამიტომ უნდა ვიცოდე მაშინ სასმელის ცნობა, იმისთვის რომ მე ვიცოდე რა დავლიო რასთან. ეხლა დღევანდელ დღეს ახლა შევიდა მოვძრუბო, ძალიან მომწონს, ხო? ღვინო ტანინიანი ღვინოები არის დღევანდელ დღეს რაც საქართველოში მაგალითად მე არ მომწონს, უფრო მომწონს ღვინო ღვინოები, ევროპულად დაყენებული ღვინო, თუმცა ძალიან მომწონს ხვანჭკარა, მომწონს უსახელაური, ხო? ანუ ტკბილი, რაც სასმელი ვისაც უყვარს, იმას არ მოსწონს. შესაბამისად, ანუ, მაგრამ ესეც არ ვიცოდი, აქედან გამომდინარე მე ღვინოების თავმავალმა ეხა ღვინო არ იცოდეს, თქო ვიფიქრე რომ ჯობია ვისწავლო და ვიცოდე ესე, იმიტომ რომ მახსოვს სხვათა შორის თავისუფალ თემას ვერასდროს ვერ ვწერდი ხოლმე. ეხლა ლექსებსაც ვწერ, მაგრამ მაშინ სკოლაში არ გამომდიოდა, მაგრამ იყო ლიტერატურის მასწავლებელი, რომელთანაც ვიარე და ვისწავლე როგორ უნდა მეწერა. როგორ წერო. ხო, რეალურად სტრუქტურა. ხო, ანუ ყველაფრის სწავლა შეიძლება, აბსოლუტურად ხატვის სწავლაც შეიძლება, ხო? ერთადერთი მე მგონია ხოლმე რომ მუსიკის წერა არის სწავლება, ჩემი აზრით. ხო, ალბათ. მე ესე მგონია. აი თათა კი წერს, მაგრამ შეიძლება თათან მაგრა წერს ძალიან. ისწავლო, იცით რა? მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია, ჩვენი ტვინის ალბათ 30%-ს ვიყენებთ, ჩვენ მეტი არაფერს და იმის იქითაც ყველაფერი შეიძლება და ყველაზე რთულია მუსიკის ძალიან. წერის. იქიდან გამომდინარე, მაგრამ შეიძლება სმენა არ გქონდეს და ფანტასტიკური პიანისტი იყო. ალბათ. იმიტომ რომ ტექნიკურად ისწავლოს ყველაფერი და შრომის უნარიანობა და ნიჭიერება შეაფასოთ, ხო? მე ვფიქრობ, რომ შრომის უნარი ადამიანი, ანუ ვისაც აქვს იმის უნარი, რომ დაჯდეს და ძალიან დიდხანს იშრომოს. დისციპლინირება. ძალიან ბევრს მიაღწევს ის უფრო, ვიდრე ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ეზარება ყველაფერი. ხო, ცნობილი ისე გქრაზა. ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. ნიჭიერს არ დაიჯეროთ, აი მეც ერთხელ რო წავიკითხო, შემიძლია გადასარევად მოგიყვეთ ყველაფერი აბსოლუტურად. მინდა გითხრათ, რომ ის ძალიან სწრაფად გავიწყდება და ის ადამიანები, ვინც იზუთხავდა ხოლმე პერიოდში, ხო? მე თუ ვერ გავიგე, ვერ დავიზუთხავ ვერაცად.
ანუ იმათ გაცილებით უფრო მეტად ახსოვთ მე ის რაღაცა რაც დაიზუთხეს. შესაბამისად რაღაცეები არის რაც სწრაფად გამოგდის, მაგრამ სწრაფად რო გამოგდის ის სწრაფად გავიწყდება. ხარისხიანი და ანუ ხარისხიანი, ანუ მე მყავს ადამიანები ვიცნობ ესეთ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ნიჭიერები, მაგრამ იმდენად მიაღწიეს ამ შრომის უნარიანობით ყველაფერს, რომ აი რა გითხრათ, სამაგალითოები არიან. აქედან გამომდინარე საერთოდ არ ვთვლი, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი და ბევრი ბავშვი, რომელიც ნიჭი აქვს და ძალიან სწრაფად რაღაცას ითვისებს, მე ინტერესს კარგავს სკოლაში სხვათა შორის, იმიტომ რომ იმან ისედაც იცის. ანუ აღარც ეკითხებიან, იცის და მე ის ვიღაცა, ვისაც ვერ სწავლობდა ან ვერ ეწეოდა ერთი სხვათა შორის. ოღონდ მიეჩვია. ოღონდ შრომას მიეჩვია. კლასელი მყავდა, რომელიც ფანტასტიკურად თემებს წერდა და მე მათემატიკა კარგად ვიცოდი და სულ მეკითხებოდა ამ მათემატიკას როგორ წერო. აი როგორ შეგიძლია ეს გამოიყვანო? არაფერი პრობლემა არ არის თქო, მაგრამ ნახეთ, ყველასთან დღეს ის არის საუკეთესო ფინანსისტი და ვეკითხები მათემატიკა მთელი ცხოვრება არ იცოდი, ეხლა საუკეთესო ფინანსისტი როგორ ხარ და ვისწავლეო, ანუ იმდენად უნდოდა რომ ეს ხო, ხო და ისწავლა, შეძლო. ოღონდ ამის გამოყენება უნდა ისწავლო. ანუ რეალურად თუ ჩვენ რაც არ უნდა ვისწავლოთ რა, რაც არ უნდა სფეროში ვიმოღვაწოთ და ამას თუ ვერ გამოვიყენებთ, ალბათ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ცოდნას, რომელსაც ვერ იყენებ და შესაბამისად აი ეს არის რომ სწავლა მე ვისწავლე თემის წერა. ძალიან კარგად დავწერე, სხვა შორის ქართულში ძალიან კაი ნიშანი მივიღე. ისე ცოტა დროში შეზღუდული, თორემ მე თქვენ ლექსას დიდი სიამოვნებით მოვისმენთ. აუცილებლად გამჭირდება. კი ბატონო. კარგი, წავედით ბლიც, ხო? ოკეი. დაგისვამთ. სუპერძალა რო გქონდეთ, რა იქნებოდა ეს სუპერძალა? რას ისურვებთ ალბათ? სუპერძალა? ერთი ნებისმიერი. რას ვისურვებდი, ესე იგი სუპერძალა რომ გქონდეს? რა სუპერძალა გინდათ რომ გქონდეთ? სუპერძალა გექნებოდათ. მაგალითად ფრენა ან ადამიანების გაცოცხლება. ხო, ეგ უნდა მეთქვა ზუსტად. გამოცნობა რას ფიქრობენ, რას ურთქალებს? რა საინტერესო შეკითხვა. რას ურთქალებს? აუ, ეს რთული შეკითხვა მე თუ მკითხავ ესე სწრაფად. ხო, ძალიან რთული შეკითხვა. არას დროს არ მიფიქრია, მაგრამ თან თითქოს ისეა რომ დრო იტყვი, ეგრევე მე ძალა მოვა და სუპერძალა. მართალი რომ გითხრათ, ზოგადად არ მჯერა ხოლმე ეს რაღაცების, ანუ არ ვარ მისტიკოსი და ხო, მისტიკოსი არ ვარო და ამ დროს მიკროსკოპში რეებს უყურებს. ხო, მაგრამ ეს აბსოლუტურად რეალობაა. აქვს უკვე ალბათ ნინოს აქვს უკვე სუპერძალა, შემიძლია. სუპერძალა მე ვთვლი რომ სიკეთეზე სუპერძალა არ არსებობს ამ ქვეყანაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ანუ გავაცოცხლებდით ხო ყველას რო ვთქვა. ხო, ეგეც ცოტა ისეთი. ცოტა სკეპტიკული, ხო. ვერ ვიტყოდი რა მინდა. ანუ უკვდავი ვიყო, არასოდეს არ მინდა, ანუ აღარ სურვილი არ მაქვს. ანუ მინდა რომ გავიარო ის ცხოვრება ისე, რომ მე ძალიან ბედნიერი ვიყო იმ გავლილი ცხოვრებით და საერთოდ არ არის საჭირო უკვდავები ვიყოთ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს კანონზომიერება არ უნდა დაირღვეს. აი ამას მანდარი პასუხი მე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ვიცი, მადლიერების გზნობას გაუჩენდი ყველა ადამიანს რა. ყველაზე დიდი არის ის, რომ დავაფასოთ ის, რაც გვაქვს. ყველაზე დიდი მადლიერების გზნობის ქონება არის და ვფიქრობ, რომ აი სუპერძალა რომ მქონდეს ყველა ადამიანს მადლიერების გზნობას გაუჩენდი. შესაბამისად დეპრესიაც არავის არ წაემართა. ნამდვილად. სულ ვფიქრობ ხოლმე რატომ არიან შფოთვაში, რატომ არიან დეპრესიაში, რატომ უჩნდებათ ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე რომ გახვალთ გარეთ და უბრალოდ მზე რო ამოვა. მადლიერების ზალა არის ეგ. კი, იმიტომ რომ იმ დღეს პაციენტს უთხარი, რომ თქვენ როგორ არ შეგიძლიათ მეთქი მადლიერი იყოთ იმისი, რომ თქვენ მე ესეთი დავიბადე რაღაცაზე მითხრათ. წარმოიდგინეთ მეთქი, აი ახლა იყო ჩემთან გოგონა, რომელიც არის 14 წლის და ლეიკემიას ებრძვის. და ის არის მოდის ისეთი სახით, რომელსაც საერთოდ ანუ იცით, ისეთი ბედნიერი იყო, იცით და 34 კვერცხუჯად შევინახეთ. ანუ მადლიერია ყოველი დღის. და ჩვენ ადამიანები, რომელსაც არაფერი არ გვჭირს რა და ვამბობთ, რომ აი ეს რა დამემართა და წუწუნებს ყოველდღე. ნამდვილად იმ დღეს ვიყოლავდით სხვათა შორის ტრამპის ერთ-ერთ წიგნში არის, რომ როცა მე მეუფლება რაღაცა დეპრესია ან რაღაცა ხდება ჩემს ცხოვრებაში, სად მიდის ტრამპი? მიდის იქ, სადაც არიან ბავშვები, შშმ პირები, ჩდება მათთან ერთად და
მე გამოვდივარ იქიდან ძლიერი, რომ ყველაფერი შემიძლია. იმიტომ რომ დღეს მე ვნახე ის ადამიანები, რომლებსაც იქ არ შეუძლიათ იმის გაკეთება, რაც მე შემიძლია. მე მაქვს ორი ხელი, ორი ფეხი, მაქვს ყველაფერი იმის შესაძლებლობა, რომ მე ყველანაირი პრობლემა გადავლახო. მე ვთვლი, რომ თუ ჩვენ ვართ ცოცხლები, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად ყველაფერი. და არასდროს არავინ არ უნდა დაამთავროს ცხოვრება თვითმკვლელობით. არასდროს არავინ არ უნდა თქვას არ შემიძლია, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. არაჩვეულებრივ. დიდი მადლობა. მადლობა. კაკიმასი მადლობა, ეს საინტერესო საუბარი. დიდი მადლობა. Thank you.